დილამშვიდობისა საქართველო. Წყალსაცავსა 35 წუთზე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. განახლებული საირმე კომპანია მომხმარებელს სამი სახეობის წყალს შესთავაზებს. ნაკლებად მინერალიზებული საირმის წყალი მსუბუქია და მისი მიღება ყოველდღიურადაც არის რეკომენდებული. კომპანია ჯეპრამკის სასმელ წყალთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, როგორც წყალსენდობა საქართველოს მოსახლეობა. ამაზე დღეს კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე და საირმის მარკეტინგის მენეჯერი სანდრო ლომთაძე ისაუბრებენ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მადლობა რომ ესე ადრიანად გვეწვეთ სტუდიაში. ყველაზე სასიხარულო ამბავი ის არის, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ისეთი მინერალური წყალის საირმე ბაზარს უბრუნდება. შეიცვალა, მოხდა ფირმის რებრენდინგი და ის განახლებული შემოდის ბაზარზე. რა სიახლეები არის და რამდენი სახეობის წყლით ბრუნდება საირმე? საირმე ამ ეტაპზე ბაზარზე შემოვიდა ორი სახეობის წყლით, ეს არის მინერალური გაზირებული წყალი საირმე და ეს არის მეორე, რომელიც თქვენ ხელში. ეს ორი არის მინერალური გაზირებული, ხო? ორი არის ბოთლში და ასევე პლასმასის ბოთლში. ხო, ეს არის არაგაზირებული, როგორც მოსახლეობაზე ხის ჩვეულებრივი დასახელების წყალი. თუმცა ეს არის მინერალური წყალი. ანუ გამდიდრებული არის საკმაოდ მინერალები. კი, მინერალები შეიცავს, თუმცა ძალიან დაბალი არის მინერალების შემცველობა ამ წყალში. ეს არ არის მინერალური, ეს არის ყველა მინერალურია. რით, ანუ სულ არის ესეთი სტერეოტიპი, რომ მინერალური წყალი არ შეიძლება მიირთვა ყოველდღე, რადგანაც არის შეიძლება, ანუ არასასიამოვნო იყოს ჯანმრთელობისთვის. თუმცა არ ღვევთ სტერეოტიპს და საირმე სულ სხვა რაღაცას თავაზობს. რატომ შეიძლება რომ ყოველდღე მიირთვას ეს წყალი და არ გაგვაზიაროს? გეთანხმები, ესეთი სტერეოტიპი არსებობს, რაც არ არის სწორი. საირმე არ არის ის წყალი, რომელიც მხოლოდ მაშინ უნდა მიირთვას ადამიანმა, როდესაც რამე აწუხებს და არ არის ის წყალი, რომელიც ძალიან ცოტა ოდენობით უნდა მიიღოს როგორც წამალი. პირიქით, ანუ ნებისმიერი რაოდენობა, ნებისმიერი სიხშირით, რამდენიც ეს სიამოვნება მომხმარებელს, იმდენი შეუძლია მიირთვას თავად. პირიქით, რეკომენდირებულიც კი არის, იმიტომ რომ ბევრი დაავადების პროფილაქტიკისთვის არის ძალიან კარგი და იდეალური არის, მინდა აღვნიშნო ნივთიერებათა ცვლის ბალანსისთვის. მესამე საირმეზე, რომელიც ძალიან მალე შემოაბაზარეს, ცოტა ხანში ვისაუბრებთ. კახა, არ არის ხშირი, რომ კომპანია შემოდის განახლებული სახით ბაზარზე და აკტარებს კვლევას. გამოიკითხა მოსახლეობა, რომ გაიგოს, რას მოითხოვს მოსახლეობა მისთვის, რას ანიჭებს უპირატესობას და ჩატარდა ძალიან საინტერესო კვლევა სასმელ წყალთან დაკავშირებით. რა გვაჩვენა ამ კვლევა? თავიდან ცოტა მეთოდოლოგიაზე ვიტყვი და მასშტაბებზე ამ კვლევის. ჩვენ ჩავატარეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. 5000-მდე რესპონდენტი გამოიკითხა პირდაპირ ინტერვიუს წესით და ეს მეთოდოლოგია საბოლოო ჯამში მოგცა ჩვენ საინტერესო შედეგები ძალიან. შენ სწორედ აღნიშნე, რომ სტრატეგიის შერჩევისთვის, იმისთვის, რომ მოლოდინები განსაზღვრო მომხმარებლის და მეტიც ხელი შეახო იმ სტერეოტიპებს, იმ აღქმებს, რომელიც გამჯდარია მასში, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კვლევების ჩატარება. და ამ კვლევამ ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით საკმაოდ საინტერესო მონაცემები მოგცა. ჯერ თუნდაც ის დადგინდა, რომ 90%-ზე მეტი რაღაც სიხშირით მაინც მოსახლეობის მოიხმარს ჩვეულებრივად მინერალურ წყალს, გაზირებულსაც და არაგაზირებულსაც და აქედან 85% საკმაოდ ხშირად აკეთებს ამას. გარდა ამისა, დადგინდა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ეს სტერეოტიპზე თქვენ რაზეც საუბრობდით, რატომ არ მოიხმარს ხშირად მინერალურ წყალს მომხმარებელი, იმიტომ რომ ხო ეს ძირითადად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თქო საფრთხეს გრძნობენ ისინი ხშირად მინერალურ წყლის დალევასთან, ფიქრობენ რომ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა. და ეს ჩვენთვის გამოწვევაა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტებით და ჩვენი კომუნიკაციით დავაჯეროთ ჩემს გრუპში მომხმარებელს, ეს ასე არ არის. იცოდეს კონკრეტულად რა სკედულობს, რისთვის არის და რა თქმა უნდა, ხო, წყლის დალევა რომ დიდი რაოდენობით, თქვა 2 ლიტრამდე წყალი რომ უნდა დალიო დღის განმავლობაში, აუცილებელია ეს მინიმალური რაოდენობაა და ეს სწორედ არის გამოწვევა. გარდა ამისა, დადგინდა იქ სანდოობის მომენტიც, თქვა რამდენად ენდობიან ჩამოსხმულ წყალს, მინერალურ წყალს. როგორია ანუ გადანაწილება? რას უფრო ენდობიან
მოგენდობიან ონკანის წყალს თუ იმიტომ რომ ეს არის ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის კითხვაც თუ ბოთლის წყალს. საბოლოო ჯამში მთლიანი სურათი ისეთია, რომ უნდობლობა როგორც ასეთი არც ერთის მიმართულებით არ აქვს, რომ აი მე არც ონკანის წყალს. ხო, უპირატესობა რა თქმა უნდა უფრო მეტი ნდობით ბოთლის წყლის მიმართ არიან, სადღაც 80%-ზე მეტი. ეს ალბათ უფრო ბავშვებთან მიმართებაში თუ არა? ბავშვებთან და ზოგადადაც უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ აი თქვა წყლის დალევას და საჭმლის დამზადებასთან დაკავშირებითაც უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ბოთლის წყალთან მიმართებაში, მაგრამ იქ რამე განსაკუთრებული პრობლემა ონკანის წყალთან ეს ამასაც ასწავლებს ჩვენი ინტერაქტივის, იმიტომ რომ ჩვენთან ბერქით არის ცოტა არის ცდომილება, მაგრამ ანიჭებენ უპირატესობას ონკანის წყალს. ნახოთ შეიძლება ეს მონაცემები შეიცვალოს. სანდრო, საერთოდ ბაზარზე შემოაქვს ასევე ერთი მინერალური წყლის სახეობა, რომელიც გაიყიდება აფთიაქებში. რატო გაიყიდება ეს კონკრეტულად აფთიაქში და რა სახის მინერალური წყალია? ეს არის ბრენდი საირმე ტრადიციული ბაზარზე დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში შეიძლება მოხმარებელს რომ იხილოს და შეიძინოს უკვე. სწორედ აგრეთ მხოლოდ აფთიაქებში გაიყიდება ეს წყალი, რადგან აი ეს იქნება უკვე ძალიან მძიმე წყალი, მძიმე გულისხმობ. მისი მინერალიზაცია იქნება ძალიან მაღალი და ეს ის წყალი იქნება კონკრეტულად, რასაც ზოგადად მინერალურ წყლებზე აქვს მოსახლეობას აი ამ ეტაპზე ახმა რომ ეს არის სამყარო და ძალიან ცოტა უნდა მიიღოს. სწორედ აი ეს საერთო ტრადიციული იქნება ერთ-ერთი წყალი, რომელიც აფთიაქში გაიყიდება მხოლოდ ამ. ამ წამლის ფუნქციას ატარებს. არც აერევათ, ან ზუსტად ეცოდინებათ რომ აფთიაქში შეიძლება იმას, რაც კონკრეტულად სწორედ მაგიტო გადაწყვიტა კომპანიამ რომ მხოლოდ აფთიაქში შეგაუშვას გასაყიდად აი ეს ბრენდი საერთო ტრადიციული და არა ვთქვათ მაღაზიებში და სანდრო, რატომ არის ის ასე გამდიდრებული მინერალები? თქვათ ეს ხელოვნურად ხდება თუ ეს ბუნებრივად ასეთი წყალი? რა თქმა უნდა ეს ბუნებრივად არის, ხელოვნურად არანაირი ჩარევა არ ხდება ამ წყლის ჩამოსხმის პროცესში, ეს მინერალები არის ბუნებრივად შეძენილი მინერალები. კვლევაში იყო ასევე კახა ჩადებული ისიც, რამდენად ედობენ ზოგადად მინერალურ წყალს. აკორდებიან მის გემოსაც, იცვლება თუ არა დროთა განმავლობაში და იყო ასევე შედარება უცხოურ და ქართულ წარმოების წყლებს შორის და უფრო დიდი ნდობა რომელზეა ამ შემთხვევაში? ქართულზე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრადიციაა და ეს ტრადიცია უკვე თაობებს მოყვება მე-19 საუკუნიდან აქ წყლის მინერალური წყლის წარმოების შესაბამისად ისედაც ცნობადობაც კი ძალიან დაბალია უცხოური ბრენდების ბაზარზეც არ გვაქვს წარმოდგენილი დიდი ოდენობით და შესაბამისად ნდობა საკმაოდ მაღალია. უბრალოდ ის ასევე სტერეოტიპული დამოკიდებულება ჩვენი მოსაზრებით ისიც რომ ეს ხარისხის და ეს 90-იანი წლების მეხსიერებას უფრო უკავშირდება, ხარისხთან დაკავშირებით რაღაც კითხვები და პრობლემები გააჩნია მომხმარებელს იმ კუთხით, რომ რაღაც აი ფალსიფიცირებული პროდუქცია როცა იყო ბევრი, მაშინ ამ ეს კითხვები გაჩნდა სწორედ, რომ შეიძლება მინერალური წყალი არ იყოს სწორად ნაწარმოები და რაღაც ხარისხთან კონდეს პრობლემები. ეს ამ კვლევაშიც გამოჩნდა, თუმცა გაცილებით მცირე დოზით ვიდრე ადრე იყო. როგორი ანუ ჩვენთან დევს ხა ესეთი თითქმის თანაბარი რაოდენობისაა ხო ეს კილები? თუ მოცულობა, ანუ რა მოცულობის შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს საირმის წყალი და თუ იგეგმება კიდე რა? ბრენდი საირმე გამოდის 500 გრამიან შუშის შეფუთვაში, ასევე 300 გრამიანში, აი თქვენას გიჟევთ ხეში მაგალითად ესა 300 გრამიანი შეფუთვა, ასევე 9 ლიტრიანში პეტის ბოთლი, რომელიც გვერდზე კიდევ თქვენ და ასევე არის ლიტრიანი პეტის ბოთლის შეფუთვა. რაც შეეხება საირმის ნაკადულებს, ეს გამოდის 9 ლიტრიან შეფუთვაში შუშასიც და პეტის ბოთლშიც და ასევე ლიტრანახევრიანში. თუმცა ძალიან მალე საირმის ნაკადულები გამოვა 5-6 ლიტრიან რაც ძალიან კომფორტული არის, როდესაც კი, რაც ძალიან კომფორტული არის, როდესაც მასიურ მოხმარებაში გინდა ოჯახში შეიძინოთ, თან ზაფხულიც მოდის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრები და გააცანით მაყურებელს ის, რის შეძენაც უნდა შეიძინოს და ეცოდინება უკვე კონკრეტულად რას ყიდულობს და რაზე გააკეთოს არჩევანი. წარმატებებს გისურვებთ და მველოდებით რომ საირმე უკვე დაიკავებს საქართველოს მნიშვნელოვან ბაზრას მინერალური წყლისა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენს გადაცემაში კი რეკლამის დრო დადგა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ძალიან მალე დავუბრუნდებით დროებით.